სახელითა მამისაით და ძისაითა და სულისა წმინდისაით ვინც ეკლესიაში სარწმუნოებრივ ცხოვრებაში არ არის გულგრილი ვისთვისაც ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ესეთი ადამიანები ყოველთვის აკვირდებიან ჩვენი ეკლესიური ცხოვრების მაჯისცემას, ჩვენი ერის სულიერი ცხოვრების და რადგან სულიერი გადაჯაჭვულია ყველაფერ დანარჩენთან, ზნეობრივი, კულტურული, პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემას ჩვენს გნებავთ აზროვნებით ინტელექტუალურ განვითარებას, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება ყველაფერს უკავშირდება და ყველაფერს მოიცავს. ერს იმიტომ ვახსენებ, რომ ჩვენ თვით არაეკლესიურ ადამიანებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ჩვენ ქრისტიანები ვართ. ცუდი არ არის, როცა რაღაცა მაინც გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მაგრამ ასე თუ ისე თუ ერი თავისი პოტენციით არის ქრისტიანი, მაშინ სულიერი ცხოვრება ყველა მის არსებობის ყოფიერების, უпроსტოდ ყველა მის სფეროს განეფინება. შეუძლებელია სხვანაირად. აბა რას ნიშნავს ქართველები რომ ვართ მართლმადიდებლები, თუ სულიერი ცხოვრება არ ეხება ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენს ყოველდღიურობას და ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტს. და ვინც ასე აკვირდება, აღმოაჩენს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს სულიერ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ამ პრობლემების ხილვა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. თავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ხშირად ხაზს უსვამთ, არის ის, რომ ჩვენ ღმერთს არ ვიცნობთ. ჩვენ არა გვაქვს მასთან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილება. ეს კიდე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად მოყვავს ხოლმე ამ დიდი მამის მონახალი ღვთისმეტყველის სიტყვები, რომ ვისაც ეს გამოცდილება არ აქვს, ის ქრისტიანი საერთოდ არ არის. და მისი სიტყვები სულაც არ არის რაღაც ზედმეტად რიგორისტული, ანუ ზედმეტად მკაცრი. უფალი მრავალ ადგილას გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობა სწორედ მასთან რეალური მყოფობაა და არა რაღაც მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობა რეალური ღმერთთან რეალური გამოცდილების გარეშე განარამეს ნიშნავს, როცა ჩვენ განსასწრელი გვაქვს. იმიტომ რომ განსასწრელი ყოველთვის შეხებითად მოქმედებს ჩვენზე, ანუ განსასწრელი ეს ფიზიკური განსასწრელი იქნება თუ სულიერი განსასწრელი რაიმე საცდურის სახით, სხვა მსოფლმხედველობის სახით, ეს განსასწრელები ყოველთვის შეხებითია, ყოველთვის ანუ ყოველთვის ჩვენი გამოცდილება, ჩვენ გამოცდილებაში შემოდის. და როგორ უნდა დაუპირისპირდეს შიშველი მსოფლმხედველობა ღმერთთან რეალური ურთიერთობის გამოცდილების გარეშე განსაცდელს, როგორც ფიზიკურს ისე სულიერს და გნებავთ სხვა მსოფლმხედველობას, თუ ამ მსოფლმხედველობის უკან, ცრუ მსოფლმხედველობის უკან დგას ამასოფლის სიამტკბილობანი, ამასოფლის სულში განვითარების შესაძლებლობა და გარკვეული ადამიანები, რომლებიც იმ სხვა ცრუ მსოფლმხედველობას ჩვენზე უფრო მეტად ლოგიკურად ავრცელებენ, ჩვენზე უფრო მეტად ჭკვიანურად ახერხებენ მათ წარმოჩენას და მათ გავრცელებას საზოგადოებაში და ხალხში. როგორ უნდა დაუპირისპიროთ, თუ ჩვენ არ გვაქვს რეალური გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. და კიდევ ერთხელ მივადექით აი ამ პრობლემას. გვაქვს თუ არა გვაქვს ეს გამოცდილება და რომ არა გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ეს გამოცდილება გვქონდეს. და ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვცდილობთ, რომ ყოველთვის წმინდა წერილის ის საკითხავები, რომელიც გვეძლევა სახარებაში, წირვის დროს
სახარება იქნება თუ 60 სიკულო. ყოველთვის აი ამ კუთხით შევაფასოთ. მე გეტყვით რა დღევანდელი ორი სახარება წავიკითხეთ 2-60 სიკულო, ანუ 4 საკითხავი, 4-ვე საკითხავში იყო იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ სწორედ აი ამ თემებზე გვესაუბრა, მაგრამ რადგან ჩვენი საუბარი არ შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს, ამიტომ ერთ-ერთი ამოვირჩიეთ ამ შემთხვევაში, ეს არის დღის საკითხავი, დღევანდელი დღის საკითხავი, 60 სიკულო კორინთელთა მიმართ, მეორე ეპისტოლე, მეოთხე თავი, მუხლები 5-18. და აი მამონარიდების საშუალებით შევეხო სწორედ აი ამ თემას, რომელიც ჩვენთვის ეხლა და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ერთი რაც უნდა ითქვას, ჩვენ ეთყობა არასწორად ვავრცელებთ ქრისტიანობას, არასწორად ვქადაგებთ, არასწორად ვმისიონერობთ. მე მგონი ჯვრის ამაღლების დღესასწაულსაც გითხარით, ერთ-ერთი ადამიანის არაჯანსაღი გამოცდილება, რომელმაც მახარა, რომ იციო, მე ერთ-ერთ ტაძარში რაიონში, სადღაც სოფელია, სადღაც ქალაქი და ჩვენ ცენტრიდან ძალიან შორს მთებში პრინციპში, მაგრამ სადაც მოსახლეობა ცხოვრობს რაიონშიო წირვაზე ვიყავიო, ისეთი მადლი იყო, რომ არ ვიციო და მეთქი აბა როგორი მადლი იყო. ხო და მე დამხვდელი ვიყავითო და ისეთი მყუდრო წირვა იყო. აღმოჩნდა რომ და თან სულ ეგრე არისო. ხო. ესე იგი რა გამოვიდა? წლების განმავლობაში მღვდელი და მე დავითნე გულმხურვალედ წირავენ და ისეთი მადლია რომ ვეღარ დაეტიონ, აღარ იციან სად დაეტიონ და როგორ დაეტიონ. და თურმე ეს მადლი ტაძრის კედლებს არ ასცდება. ამიტომ წლების განმავლობაში 1-2 კაციც კი არ დამდგარა მრევლში. ეს არის ესეთი თავის მოტყვილება, ისეთი ხიბლის მდგომარეობა. მადლი როგორ არ არის? აბა მადლი როგორ შეიძლება წირის დროს არ იყოს, მაგრამ შენ რასაც გზნო, შენ რო სადღაც გადამთიელ სადღაც იყო, სადაც ქრისტიანობა ან არ არის, ან ვერ არის, ან საერთოდ ადამიანები არ არიან და მარტო ცხოველები არიან, იქ გასაგებია. შენ ორნიკი არა, მარიამ ეგვიპტელი მარტოც იყო, არც წირვა არ იყო, არც ზიარება არ იყო და ესეთი მადლი იყო, რომ როსვის მიწა ვერ იწერდა და ჰაერში იწეოდა. მაგრამ როდესაც შენ ხალხში ცხოვრობ საქართველოში და ევქარისტიული მსახურება აღევლინება და აღესრულება და ეს ევქარისტიული მსახურება არ უზრუნველყოფს ქრისტეს სხეულის აღშენებლობას და კაციშვილი არ მოდის ეკლესიაში. რაღაცა ხომ არ გვეშლება. შეიძლება ეს მღვდელიც ძალიან კარგია და ეს ადამიანიც მე დარწმუნებული ვარ. მაგრამ პრობლემა უფრო გლობალურია ვიდრე ერთი მღვდლისა და ერთი მედავითნის შინაგანი მდგომარეობა. აი ეს გლობალური პრობლემა შეიძლება ესე დავახასიათოთ, რომ ჩვენ ვერ მისიონერობთ, ვერ ვართ ქრისტეს მისიონერები. ვერ ვაკეთებთ, ვერ ვახერხებთ მოვიმოწაფოთ ყოველნი წარმართნი. ვერ ვახერხებთ ამას როგორც ქრისტემ გვითხრა, მოიმოწაფენით. იყავით ნათელი ამას ოფლის, არ გამოგდის, რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. და ეს კიდევ ვიმეორებ, არის არაერთი მღვდლის, არაერთი მედავითნის, არამედ უფრო გლობალური პრობლემა, რომელსაც მე ხლა არ დავაკონკრეტებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს პრობლემა გლობალურია და არავითარ შემთხვევაში არ არის ამ მღვდლის ბრალი, რომელიც ძალიან კაი სასულიერო პირია. ასე რომ მისიონერობას თავისი წესები და ცოდნა უნდა თავის წესები აქვს. ერთ-ერთი საფუძველი მისიონერობისა არის ის, რომ ჩვენ ქრისტეს თავად უნდა ვიცნობდეთ. მე თუ ქრისტეს არ ვიცნობ, მე ახლა გითხარით, რომ ამდენჯერ მე გითხარით იეროთოს ლახოსის ეს ცნობილი მისიონერი მიტროპოლიტის სიტყვები, რომ დღეს ეს გავრცელებული ფენომენია, რომ ადამიანები არ იცნობენ ქრისტეს და ქრისტეს შესახებ საუბრობენ და ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და როცა არ იცნობ ქრისტეს და ლაპარაკობ, რაღაც იმას გავს, ხო, ტყუილს, აფერისტობას, მე ვთქვი არ მინდა მეთქი აფერისტი ვიყო. ესე იგი საუბრობ, რომ ქრისტე ღმერთია, ჩვენ არა და გამოცდილება არ გაქვს. ეს საშინელი მდგომარეობაა. ამიტომ ქრისტეს ცნობილობის გარეშე ჭეშმარიტი მისიონერობა შეუძლებელია. აი დღეს ესეთი სიტყვები აღმოგვიკითხა მე დავითნემ. არათუ თავთა თვისთავ ქადაგებთ, პავლე ამბობს. ჩვენ თავზე კი არ გელაპარაკებით. ესეც გავრცელებული ფენომენია, როცა სასულიერო პირს მოძღვარს საკუთარ თავთან მიყავს მრევლი. მრევლიც მიდრეკილია აქეთკენ, რომ მოძღვარს ისე ჩასჭიდოს ხელი, ისე ჩასჭიდოს ხელი, რომ ქრისტეს ვეღარ დაინახოს. ეს
აქედან წარმოიშობა სექტები, აქედან წარმოიშობა სქიზმები და აქედან წარმოიშობა თვით ეკლესიის წიაღში სამრევლოები, რომელიც სექტანტური და სქიზმატური მიდრეკილებების არიან. როდესაც მოძღვარი ისე აბნელებს მათ განუვითარებელ, სულიერად განუვითარებელ, შეიძლება ინტელექტუალურად ძალიან განვითარებული იყოს, სულიერად განუვითარებელ ცნობიერებას, რომ ეკარგებათ უნარი სწორი ანალიზისა და სწორი შეფასებისა. და პავლე მაშინ და ყოველთვის იყო ეს პრობლემა და შესაბამისად ეს დღევანდელ დღესაც გვაფრთხილებს. არათუ თავთათვის თავ ქადაგებთ. მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი ვარ, მე კეფასი ვარ, გახსოვთ. ჩვენ თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა, იესოს, უფალსა. ხოლო ჩვენ თავს როგორ წარმოვაჩვენთ? ჩვენ თავს მონად თქვენდა იესოსთვის. რატომ არის რომ მამაკაცი რო შემოდის, მას ქუდი არ შეიძლება ეხუროს ტაძარში. და აბა მღვდლებს რო ახურე ბერებს ძალიან ხშირად და მღვდლებსაც გვახურია ხოლმე გარკვეული ლოცვების დროს. რატო? იმიტომ რომ მამაკაცი, ერისკაცი, რომელიც შემოდის ეკლესიაში, რომლის თავი ქრისტე უნდა იყოს, თავისუფალია ქრისტეში, ხოლო სასულიერო პირი არ არის თავისუფალი ქრისტეში, ის თქვენ მრევლს გემონებათ. ქრისტესათვის. და მისი აქ მყოფობის მიზანია, რომ მრევლი ქრისტესკენ წავიდეს. მაგრამ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია თუ ჩვენ ან არ ვიცნობთ ქრისტეს საერთოდ, ან ის მაინც თუ არ არის, რომ ქრისტეს მცნობელობისკენ მივისწრაფოდეთ, ქრისტესკენ ვისწრაფოდეთ. ეს მაინც თუ არ არის. აქედან წარმოიშობა ის უცნაური სოფხედელობანი ეკლესიის წიაღში, გნებავთ ზედმეტად ლიბერალური, რასაც სრულ ლიბერალიზმი ქვია, გნებავთ ფანატიკური, აგრესიული. გახსოვთ ცნობილი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი სქიზმაში წასული სასულიერო პირი ჯოხებით და დიდი ჯვრებით დაძდევდნენ და თავში ურტყავდნენ სექტანტებს. გახსოვთ ეს პერიოდი. არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა, კაი, თქვათ, მე მღვდელი გადავირიე და გავგიჟდი, ხო შეიძლება? არა, მაქვს უფლება გავგიჟების, ყველა შეიძლება გაგიჟდეს, მაგრამ ამდენი ხალხი სახარებას რო არ იცნობს, საწა გიკითხავს, არ გახსოვთ, როცა გაბრაზდებიან რაღაცაზე, რომ სამარიტელები რომ არ შეუშვებენ, არ გაატარებენ, არათუ არ გაატარებენ სოფელზე და სხვა გზიდან მოვლა დაჭირდა და როგორ გაბრაზდება ვინ იოანე და იაკობი, ქუხილის ზენი და ეხლა უფარო გითხარი და ელიასავით ვითხოვ და ცეცხლი გადმოვა სოფელი დაეწובה. არ იცით ვისი სულისანი ხარ? და ამ დროს ჯვარს, რომელიც იმ საწყალის სექტანტის გამოხსნის ისიც არის, რა ქვია, მადლი და ძალა თავში ურტყავ, აფრკოლებ სამუდამოდ აზიზღებ ამ საოცარ ძალას ჩვენი გამოხსნის და ხალხი მოგდევს ხალხი. ეს ილია ჭავჭავაძესაც კარგად აქვს გლახის ნაამბობში. როცა ის გლახა რო კვდება, როგორ აღიარებს, რომ ღმერთს კი ვერ ხედავს მოძღვარს. და უზიარებელი გარდაიცვლება, გახსოვთ. მე არ ვიცი ილია მე შეგნებულად გააკეთა აქ ცნობიერად, ღვთის მადლმა უკარნახა, ზიარებას ვერ ასწრებს. და გარკვეულწილად აი აქ თუ ჩვენ ხო ესია მწერალი რო დაწერს ნაწარმოებს, ის ნაწარმოები მას აღარ ეკუთვნის, მხოლოდ მას აღარ ეკუთვნის, ის თითოეული ადამიანის საკუთრებაა, იმიტომ რომ თითოეული სერიოზული ნაწარმოები იძლევა საშუალებას, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი დაინახოს და თავისი ინტერპრეტაცია მისცეს. და სწორედ იქ არის, რომ ვერ ეზიარება, ვერ ასწრებს ზიარებას. იმიტომ რომ ის ქრისტესკენ არ ისწრაფის, ქრისტეს ვერ ხედავს. უბრალოდ მადლიერია აი ამ საოცარი მოძღვრისა და მოძღვრის იქით ვეღარ იყურება. ასე რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ქრისტეს ვიცნობდეთ და შესაბამისად მოხერხდება მისიონერობა. და თუ მისიონერობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ეს მიზეზი, ეს პრობლემა გლობალურია, არ დაიყვანება ერთ რომელიმე მღვდლამდე, გლობალურია, ეს არის ჩვენი პრობლემა, ჩვენი ეკლესიის, აქედან გამომდინარე ჩვენი ეკლესია ვერ მისიონერობს. მრავალი წელია ჩვენ ეკლესიას საკუთრებაში ტელევიზიაც აქვს, რომელიც მისიონერული თვალსაზრისით უბრალოდ არ ვიცი რა შეფასება გაუკეთო მე ამ ტელევიზიას.
რომელიც შეიძლება გამოდგეს ყველაზე კაი შემთხვევაში უკვე დამკვიდრებული მრევლის, ისიც ასაკოვანი მრევლის, დამკვიდრებული ასაკოვანი მრევლის, რომელშიც უკვე მყარად არის რაღაც გარკვეული მსოფლმხედველობანი, კაი თუ ცუდი სხვა საკითხია, რომელშიც არაფერი სიახლე ქრისტიანული და სულიერი თვალსაზრისით არ შედის, ან ვეღარ შედის, ან ინტერესი აღარ არის და რაღაც ესეთი სტაგნაციური მდგომარეობა. ხოლო ისინი, ვინც მაძიებლები არიან, ახალგაზრდები მრევლში, ხოლო ისინი, ვინც გარეგანი არასულიერი შემოტევისათვის ჯერ მზად არ არიან და ასევე მით უმეტეს ისინი, რომლებიც ჯერ ეკლესიურები არ არიან, იმათ გასაგონად ვერაფერს ამბობს. იმიტომ რომ მკვდარია მისიონერული სული. ეს ჩვენ მოგვეკითხება. როცა ჩვენ მქონდა ამის შესაძლებლობა და ამას არ ვაკეთებდი. როგორ დავიჯერო, რომ ღვთის სიტყვა, რომელიც თავისი არსით უაღრესად ძალმოსილია და უაღრესად სიყვარულისა და თავისუფლების მომნიჭებელია, როგორ დავიჯერო, რომ ჩვენიერი ისე დაჩლუნგდა, რომ უკვე მრავალი წელია უსმენს და ვერ გულისხმა ჰყოფს. და თუ მრავალი წელი, ანუ ქრისტეს უსმენს ტელევიზიიდან. დიახაც ჩვენი სიტყვა და ქრისტეს სიტყვა განუყოფელია. და თუ ჩვენ ქრისტეს სიტყვას ვამბობთ და თუ მრავალი წელი ჩვენიერი მას უსმენს და ტელევიზიის ძლიერი მოქმედება ფსიქოლოგებმა ჩვენზე უკეთ იციან, რა ძლიერად მოქმედებს ტელევიზიის სიტყვა, ცუდი თუ კარგი. და თუ ჩვენიერი უგრძნობელია ქრისტეს სიტყვებისადმი, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი საქმე ისე ცუდად არის, რომ საერთოდ ნუღავ ნერვიულობ ნურაფერზე რა. ნურაფერზე. მაინც უკვე დაღუპული მკვდარზე ხარ, გარდაიცვალა ადამიანი მორჩა უკვე. ნუ სამედიცინო ჩარევა საჭირო აღარ არის. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ იქიდან ქრისტეს სიტყვა ან არ იღურება საერთოდ, ან იმდენად უმნიშვნელოა იმ თლიან რაღაცა ცუდ შეფუთვაში, რომ დაკარგული და ჩვენ ერში არის პოტენცია. და ეს პოტენცია ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ. ქრისტეს ცნობილობა ვახსენეთ. ქრისტეს ცნობილობა მხოლოდ ინტელექტუალური ძიებით არ მიიღწევა. არამედ ეს ჩვენ ვიცით, ეს არის განახლებული ადამიანის ღმერთთან მყოფობის განსაკუთრებული მდგომარეობა. ანუ ქრისტეს ვიცნობ არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამე გავიგე და აჰა, ესეა, ღვთისმეტყველებაში მაქსიმალურ ქულას მივიღებ. არამედ ეს არის ჩემი ღმერთთან მყოფობის განსაკუთრებული მდგომარეობა. განსაკუთრებული. გნებავთ არა ამ ქვეყნიური, არა მიწიერი. როცა შენ უკვე არა ამ სოფლის, არამედ ზესის მოქალაქე ხდები. აი მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად ჩანს სწორედ შემდეგ ამონარიჩი. რამე თუ ღმერთმან, რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინვებად. იცით ეს ყოვლის შემძლე სიტყვები შემოქმედისა, როცა თქვა იქმენ ნათელი და იმ პირველ ქმნილი ქაოსიდან, რომელიც ღმერთმავე შექმნა, იმ ქაოსიდან იწყება მატერიის მოწესრიგება და ეს მოწესრიგება მატერიის ყველაზე მშვენიერი, უმშვენიერესი ფორმით, უმშვენიერესი გამოვლინებით, სინათლით. თორე ქვაც მატერიაა და ტალახიც და სინათლეც მატერიაა, მაგრამ სინათლე წარმოგიდგენიათ როგორია, ხო? ყოვლის შემძლეობა როგორ გამოჩნდა. აი ღმერთმა, რომელმაც ეს თქვა და ნათელი გამორწყინდა, ყოვლის შემძლე ღმერთმა. ამ ღმერთმა, რომელმან, ანუ მან გამოაფწყინვა გულთაშინა ჩვენთა, ანუ გააფწყინა ჩვენი გულები. განსანათლებლად მეცნიერებისა, დიდებისა ღვთის, ანუ ღვთის დიდების შემეცნებით განგვანათლა, შეიძლება ასე ითქვას. ანუ იმ ყოვლის შემძლე ღმერთმა, რომელმაც სამყარო შექმნა, მანვე ჩვენი გულები გაანათლა ღვთის დიდების შემეცნებით. ანუ ღვთის შემეცნება, მისი სიდიადის შემეცნება საღვთო მადლით არის შესაძლებელი, რომელიც განხორციელდა წინაშე პირსა იესო ქრისტესა. აზრი ესეთია, რომ ქრისტეს პიროვნების მიერ ხდება ეს. ანუ ქრისტე რო გაანგაცდა ჩვენთან მოვიდა, თავის სხეულის დაწილად გაგხადა და ასე შემდეგ და მის სახელით მონათლულები და ასე შემდეგ. ანუ მადლის მეშვეობით ხდება. ანუ ღვთის ყოვლის შემძლე მადლი უნდა შემოვიდეს და მისი საშუალებით ხდება ჩვენს მიერ ღმერთის შეცნობა. არა ინტელექტით. ინტელექტი დამხმარე საშუალებაა უბრალოდ. არამედ თავარი ხდება აი და რომ შემოვიდეს, ჩვენ ამის ნება უნდა მივცეთ. ჩვენ უნდა გული განვიწმინდოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ
რომ ის ჩანასახოვანი რწმენა, რომელიც მოგვეცა, რომ იესო ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთია და მას უნდა უერთგულოთ და ის უნდა ვეძებოთ, ეს არის ჩანასახოვანი რწმენა, რომ ვირწმუნე, რომ ღმერთი არის სამება, რომ ვირწმუნე, ზეღმერთი გაანკაცდა, რომ ვირწმუნე, რომ ზეღმერთმა ეკლესია დაარსა, რომ ვირწმუნე, რომ გნებავთ, ესე იგი, გონიერი ლოცვით იგი უნდა ვეძებოთ, ჩემს გულში ეს ყველაფერი რწმენის ჩანასახოვანი მდგომარეობა და ამ ჩანასახოვან მდგომარეობას ვიყენებ, ვაცოცხლებ, აი მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, რომ მოვიდეს რწმენის ჩემში იყოს არა რწმენის ჩანასახოვანი, არამედ უკვე ნამდვილი გაცოცხლებული რწმენითი მდგომარეობა, როცა ღვთის მადლი შემოვა და იწყება ჩემი არსობრივი გულისმიერი შემეცნება ღმერთისა, რომელიც ნიშნავს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას. ამ დროს ადამიანი არ იკარგება, ამ დროს ადამიანი ადამიანად რჩება, ამ დროს ადამიანი თავის უნიკალურობას და თავის იდენტურობას ინარჩუნებს. მიუხედავად ჩვენი უმჭიდროესი კავშირისა ღმერთთან. და ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ აი ამ ცოცხალ კავშირის და მიუხედავად შევინარჩუნოთ გასაღები ცხონებისა სიმდაბლე. სიმდაბლე ეს არის გასაღები ცხონებისა. იმიტომ როგორც კი ამას დაკარგავ, იმიტომ რომ აი მაგალითი ქერუბიმი უმაღლესი იყო იქ. ისკენაც ჩვენ უფრო მაღლისკენ მივისწრაფით, იმიტომ რომ ეს არის სულ სხვა კავშირი ღმერთთან ღვთის განკაცების მერე, მაგრამ ნუ პირობითად იქ ღმერთთან ქერუბიმი დაეცა. რატო დაეცა? იმიტომ რომ მას აღმოაჩნდა თავარის დეფიციტი სიმდაბლის. იმიტომ რომ გონიერ არსებას აქვს შესაძლებლობა აი სულ ახლოს ახარ ღმერთთან და შესაბამისად ხარ ვითარცა ღმერთი და პრინციპში ხარ ღმერთი, ოღონ მადლით ღმერთი ხარ და თუ არ არის ხედვა საკუთარი თავისა, რომ შენ მადლით ახარ ღმერთი, შეიძლება გაჩნდეს ჭია სიამაყისა, რომელიც გეტყვის, არა, შენ ისე ზუსტად ისეთივე შენ ახარ ღმერთი და აი აქ ხდება ეს უბედურება, რასაც სიამაყე ქვია და ამას მოყვა სწორედ ქერუბიმის დაცემა, და იგი სატანად გადაიქცა. ამიტომ სიმდაბლე ყველა შემთხვევაში აუცილებელია და ეს ძალიან კარგად ჩანს სწორედ ამ მონარიდში. ხოლო გვაქვს ჩვენ ეს საფასე, რა საფასე, რაზე ჩვენ საუბრობთ? რომ ჩვენს გულში გამობწყინდება საღვთო ნათელი, რომლის მიერაც ჩვენ გვექნება ღმერთთან ურთიერთობა. ქრისტეს მიერია ეს ყველაფერი, ქრისტე რო არ განკაცებული იყო, ეს არ იქნებოდა. და აი ეს საფასე, ანუ ეს განძი გვაქვს კეცის ჭურებით. კეცი მოგეხსენებათ თიხაა, ჭური ჭურჭელი, ანუ თიხის ჭურჭლებით ეს სიმბოლო, იცით საიდან არის, რომ ღმერთმა ადამიანი თიხისაგან შექმნა. ჩვენ ეს თიხის ჭურე, ანუ ამ საოცარ მადლის მიუხედავად შენ ხედავ, რომ მიწისაგან მოზელილი ხარ, მიწა ხარ, თიხა ხარ. რატომ? გარდარეული იგი ძლიერებისა, ანუ ეს გარდარეული ძლიერება, ანუ მიუწვდომელი რაღაცა ესეთი ძლიერება იყოს ღმრთისა და არა ჩვენგან, არ გეგონოს, რომ ეს შენგან არის. გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, თუ არ გვექნება ღვაწლი ქრისტიანული, თუ არ გვექნება ერთგულება უფლისადმი, ქრისტესადმი, თავგანწირვა. ეს ყველაფერი თავგანწირვაც, ერთგულებაც, ღვაწლიც არის ის, რაც განაპირობებს მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებას ჩვენში. ანუ ჩვენი ეს ყველაფერი რაც თქვით მანამდე, ეს ყველაფერი ესეა, მაგრამ ამის წინაპირობა არის, რაც წეგან გითხარით, ჩვენი ჩანასახოვანი რწმენის გაცოცხლება. ამას ჭირდება სწორედ ერთგულება, ღვაწლი, თავგანწირვა. ნუ წინაპირობა ამის ისე, რომ ღმერთმა თავად გაწირა თავი ჩვენთვის, ხო? აი ნახეთ ეს ამონარიდი, რომელიც სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. მარადის სიკვდილი, იგი უფლისა იესოისი, ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს. ანუ ჩვენ არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და მოკვდა. ამიტომაც ჩვენ ჯვარს ვატარებთ და არა ტახტზე მჯდომარე უფალს, ყოვლის მყრობელს. ჩვენ შეგვიძლია ან თქვათ აი პორტრეტული სახის ხატი, ხო? არამედ გულზე ქრისტიანი ჯვარს ატარებს. გარდა იმისა, რომ პავლემ თქვა, რომ ჯვარი, სადაც ჯვარია, იქ არის ღვთის მადლი და ძალა, იმიტომ რომ ჯვარი განიმარტება პავლეს მიერ როგორც ძალა ღვთისა და ამავე დროს რომ ჩვენ მუდამ გვახსოვდეს, რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, ესე იგი ჩვენ ბუნებრივად გვაქვს, აი გნებავთ ინსტინქტურათა გვაქვს სანაცვლოს მიგების საშუალება, ანუ თავგანწირული ერთგულების. მარადის სიკვდილი, იგი უფლისა იესოისი,
ხორცთაშინა ჩვენთა გვიტვირთავს და აგრძელებს, რათა ცხოვრებაცა იგი იესოისა ხორცთა ამაშინა ჩვენთა გამოცხანდეს. ანუ მარადიული სიცოცხლე ჩვენ ვეზიარებით და ხშირად ვერ ვგრძნობთ ამ საოცარ მადლს, იმ განხთობილი ბუნება რო შემოდის ჩვენში, იმიტომ რომ ამას წინ უნდა უსწრებდეს აი ესეთი თავგანწირული ურთიერთობა უფალთან, ანუ როცა ჩვენ უფლის ტკივილებს, უფლის სიკვდილს ვიტვირთავ. ჯერ ის არის და მერე ეს არის, ჯერ სიკვდილია და მერე აღდგომაა. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველნი ესე, მაგრამ ჩვენ ცოცხალნი ესე. სიკვდილს მივეცემით იესოსთვის. ანუ ეს პროცესია. ადამიანი მუდამ სწავლობს ქრისტესათვის სიკვდილს. აი როცა ჩვენ გონიერ ლოცვაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ მდგომარეობაში 4 პარასკევის მარხვა იქნება თუ საკუთარ თავის დისციპლინა თუ დათმენა მოყვასიდან უსამართლო ქცევისა თუ ასე შემდეგ პატივმოყვარეობის დადგუნვა, სიამეთ მოყვარეობის დადგუნვა და ასე შემდეგ ეს ეგოისტური მიდრეკილებების ჩახშობა ჩვენში ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია. ადამიანი პრინციპში, ადამიანის სიცოცხლე რა არის ამ ქვეყანაზე? ეგოიზმი, სიამოვნება, პატივმოყვარეობა, ამ ქვეყნიური რაღაც მიღწევები, კარიერა გესმით ეს არის ჩვენი სიცოცხლე. ამით ვართ, ამით როგორ კუდი ყავარზე გვაქვს შემოდებული და ესე ვცხოვრობ. აი ამის მოკვდინება, ჩვენი სიამაყის მოკვდინება. არასწორი ცხოვრების საზრის რო არასწორად ხედავთ, ამის მოკვდინება. ეს პროცესია, ეს ადვილი არ არის და რა თქმა უნდა, უმაღლესი მდგომარეობა, კიდევ ვიმეორებ, ეს არის მოწამეობრიობა და ისიხასტური სულისკვეთება, ეს ერთ და იგივეა, ხშირად გვითხოვს ისიხასტური მდგომარეობა არის განვრცობილი მოწამეობა ეს არის შეკუმშული ისიხაზმი, როცა ადამიანი მართლაც კლდება ქრისტესათვის. და ამის პატარა მოდელირება ხდება, როცა ადამიანი ღამე დგება ლოცვისას, სრულ სიბნელეში, ცდილობს ინტელექტი გათიშოს, ანუ აზრებს არ მიაქციოს ყურადღება და აზრები არ იყოს მასში, არამედ ხუთი სიტყვა მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა ამ ხუთი სიტყვასთან ერთად ეცადოს გონებისა და გულის გაერთიანებას, ნებისყოფის ძალით, აღმოჩნდეს ერთ წერტილში, სრულ სიბნელეში, დიდი ხნის განმავლობაში ეს ფაქტორი გარეგნულად ის მკვდარია თითქოს, მაგრამ შინაგანად ცდილობს გაცოცხლდეს იქ, სადაც უფალმა მიგვანიშნა სასუფეველი გულში ეძებეთ. ეს არის პატარა მოდელირება ამ სიკვდილის მივეცემით ამას როცა ამბობს, თქვა იესოსთვისო პავლე მოციქული. და რათა ცხოვრებაცა იგი იესოისი მოკვდავთა ამარჩინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს. და თუ ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს სიკვდილი ჩვენში იყოს ქრისტესათვის სიკვდილი, ქრისტესათვის მივცეთ საკუთარი თავის სიკვდილს, მაშინ ქრისტეს სიცოცხლე ჩვენში ცოცხლდება და მკვიდრდება. ამას ამბობს პავლე მოციქული და კიდევ ვიმეორებ, აი ეს სიტყვები, ხო, აი ეს ჩვენ ცხოველნი ეს სიკვდილს მივეცემით იესოსთვის, რათა ცხოვრებაცა იგი იესოისა მოკვდავთა ამაჩინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს, არ არის მეტაფორა, ხშირად ვთქვავს. არამედ ეს არის ის ობიექტური სინამდვილე, რომელიც თითოეულმა ადამიანმა ჩვენში უნდა გავაცოცხლოთ და შეუძლებელია მისი გაცოცხლება მოწამეობრივი სულის ან ისიხასტური სულისკვეთების გარეშე. გონიერი ლოცვის შეუძლებელია. თქვენს ხო გჯერათ, ეხლა 4 პარასკევი გინა 40-დან მარხვაშო დაიცავდა დიეტაზე დავждებით, ეს არის? ეს ხო არაფერი, უფრო მაგრა ვიმარხულებ, ფეხზე ვეღარიული და შედეგი არ იქნება. წმინდა მამები იმასაც ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი მარხვა უფრო საზიანოა ვიდრე ნაყროვანება. იმიტომ რომ ნაყროვანი ადამიანს ცოტა მუცელი დაუწყდარდება და ლოცვას დადგება და ხო და ძალიან მარხული ადამიანი ფეხზე ვეღარ დადგება საერთოდ. და მე ბოლოს მოკვდება. ასე რომ ამასაც ამბობენ წმინდა მამები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ ღვაწლს, უпростоრად განჯის გარეშე აღსრულებული ღვაწლი უბედურებად იქცევა და უგუნურება და ბოროტებად ადამიანისათვის. სულიერი ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. აი როცა მეტყვიან, მამა იცი ლოცვა მეზარება იცი, მომბეს და იცი ეს ან მაგალითად როცა მარხვაში ტაზარი სავსეა და ხსნილში როცა ეს კიდევ ერთი წარმართული მიდგომა. მარხვაში როცა ესე იგი ლობიოშა უნდა ეძებო ღმერთი და როცა ხორცზე გადახვალ დამთავრდა. თუ ხორცი გიშლის ხელს ღმერთთან ურთიერთობაში. ნუჭამ ამ ხორცს. ხორცს როგორ უნდა გადააყოლო, იმიტომ რომ აი ხლა ის არის, უკვე ოქტომბერია, ხო, მე მგონი. ოქტომბერია, ესე იგი უკვე ხალხი აღარ არის ზღვაზე და მთაში და თბილისში არიან. ხალხი ხალბათად იყო დასაწყისში, გეგონება კინოზე მოდიხართ ან იმაზე, თეატრში ან რაღაც ქორწილის უფრაზე.
ესე იგი მე უკვე ველოდები რომ ასამაღლებ მეუფეოზეცათო დავიწყო სახარები დავამაღლო და აი შემოსulis პროცესია და ესე იგი პარტეში რო სკამები იშლება რაღაც სკამებს ხსნიან და არ შეიძლება ესე თქვენ აქ უნდა იყოთ უკვე 5-10 წუთით ადრე უნდა მოხვიდე და იმ საოცარ დასაწყის როცა ჩვენ შევდივართ ყოვლადწმინდა სამების საუფლოში რეალურად შევდივართ კურთხეულ არს მეუფება აი აქ რო შევდივართ როგორ შეიძლება სკამს ხსნიდე და შემოდიოდე და ქოშინით და მე აი ეს სანამ დაწნარდები კიდე გავვართ ნახევარი წირვა და ხო და მე და კიდე ერთი დღე გადაგორდა უაზროდ კიდე ერთი დღე გადაგორდა უაზროდ კაია რომ მოხვედი მადლობა ღმერთს მაგრამ გულმოდგინება ვერ გამოიჩინე ასე რომ სულიერ ცხოვრება თუ სწორედ მიდის ის საოცარ შემოქმედებით იმპულს ატარებს და ძალიან საინტერესოა ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი და ამიტომაც არის რომ აი პავლე და მუდმივი განახლება აი დღეს რომ არის აი დღევანდელი წირვა ღვთის წინაშე გეუბნებით არის სხვანაირი ვიდრე იყო წინა წირვა რომელიც იყო ღამე იყო თუ არ ვშტები ხუთშაბათს და ჯვრის ამაღლებას და თუ სწორად მოვიქცევით უფალი მოგცემს წყალობას და ხვალინდელი წირვა თუ ზეგინდელი რომელიც იქნება სხვანაირი არ არსებობს ორი ერთნაირი წირვა არ არსებობს თუ წირვაში სტაგნაცია განუვითარებლობა იქ სულიერი ცხოვრება არის მკვდარი ხალხო მსახიობი რომ მსახიობია ოღონ კაი მსახიობი ორ ერთდაიგივე სპექტაკლს ორჯერ ერთნაირად ვერ ითამაშებს კარგი ჯაზმენი ერთდაიგივე მუსიკას ვერ დაუკრავს სხვადასხვა ერთნაირად ზუსტად შეუძლებელია შემოქმედებითი პროცესია იქ და იმიტომ და როგორ შეიძლება წირვა ერთდაიგივე იყოს ჩვენთვის როცა ეს არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის შემოქმედებითი პროცესი მუდმივად განვითარებას რო გულისხმობს რომ ჩემით არ ვისაუბროთ აი პავლე მოციქული ნახეთ ამისთვის არა გვეწყინების ანუ იმიტომ არ ვართ მოწყენილებიო სულიერ ცხოვრებას გულისხმობს იმიტომ არ აი რამდენს ეწყინება ხო დადის 1 წელი 2 წელი 3 წელი 4 წელი თუ გაქრება აღარ არის და მე როგორც მე რომ მოდის ისე მოდის რომ ჯობია არ მოვიდეს მკვდარი აღარ მაგრამ ახო გამოვსწორდები კაია გავა 1-2 დღე იulis მერეცა ისევა და წლები გავიდა მოწყენილია სულიერ ცხოვრებაში და ახლა გამოსავალი ხო გვინდა აი გამოსავალი ამისთვის არა გვეწყინების ახლა იმიტომ არა ვართ მოწყენილები არამედ რატო დაღა თუ გარეშე ესე ჩვენი კაცი განიხწნების არამედ შინაგანი განახლდები ჯერ ამ ადგილს განგიმარტავთ ნახე იმისათვის რომ არ მოიწყინო უნდა შენი შინაგანი ადამიანი მუდმივად განახლდებოდეს და რომ განახლდებოდეს შინაგანი გარეგანი უნდა განიხსნებოდეს ხორცი კი არ განიხსნებოდეს აი გრიგო ხასტელის ცხოვრება 102 წელი იცოცხლა ბოლომდე ჯამთელი იყო ბოლომდე თვალის უჭრიდა გონებას უჭრიდა და ფიზიკურადაც დადიოდა ანუ აქ იმაზე კი არ არის საუბარი რომ დაგლახაკდე ფიზიკურად ნუ ხა ვისაც ღვთის განგებით ავათხდება ეგ სხვა თემაა აქ ლაპარაკია გარეშე კაცის გახსნაზე როცა საუბრობთ საუბარია ჩვენში მოკვდეს ცხოველი და ჩვენში მოკვდეს დემონი და დავემსგავსოთ ანგელოს ლაპარაკია ცოდვების მოცილებაზე როცა საუბარია გახსნაზე როცა ჩვენში არ დომინირებდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ეგოიზმი ანგარება შური სიამაყე აპარტავნება გაღიზიანება მრისხანება სულმოკლეობა წუწუნი აი ეს უიმედობა შფოთი აი ეს არ დომინირებდეს ჩვენში ხო ამის მოშლაზე და ამის გახსნაზეა საუბარი ამას ბრძოლა ჭირდება რა თქმა უნდა ბრძოლის გარეშე ეს არ დაიძლევა ართმობს ჩვენი დაცემული ბუნება პოზიციას და აი როცა აი ეს ბრძოლა არ არის შესაბამისად შინაგანი არ განახლდება და ეს განახლდება ნახე არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღე ანუ ახეთ ყოველდღიური პროცესია ეს ყოველდღიური პავლე მოციქულის სხვა ადგილას ამბობს წარმემატებით დიდებად განახლდების დღითი დღე მოღვაწეობთ და ვიბრძვით ძალითი ძალად ანუ სულ მუდამ არის აი ეს პროცესი ციცოცხლე დუხს სულ განვითარება აი როცა ადამიანი ხედავს რომ კვდება სულიერ ცხოვრებაში აი ამას არ აკეთებს აი კურნალო წამალი
გააკეთეთ და ყველაფერი გაცოცხლდება თქვენში. და უაღრესად საინტერესო ცხოვრება ერთხელ ცხოვრობთ მემოდადებო. რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენ ვიცით ოდესღაც მოვკვდებით. ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება დღეს, შეიძლება 100 წლის მერე. მაგრამ აუცილებლად მოვკვდებით. ჩვენ ეს ვიცით. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ რამეს. როგორმე სანამ ჩვენი ზარი დაჰკრავს, სანამ ესე იგი სასახლეში ჩაგვდები და მანამდე მაცივარში უკაცრავად ვულგარული გამოთქმებისათვის, მანამდე როგორმე გავიხანგძლივოთ ჩვენი ბიოლოგიური არსებობა. არ გშიოდეს, არ წყუროდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორმე არ გვანერვიულებდნენ, თავზე ხელს გვისვავდნენ, ყველა გვეფერებოდეს, ჩვენ პატივმოყვარეობას აკმაყოფილებდნენ, როგორმე გავიხანგძლივოთ და ვერ ხვდებით რა რომ იხანგძლივე და ბოლოს გახანგრძლივებულად მოკვდები ეს. ანუ ჩვენი ბიოლოგიური არსებობა არასწორად არის გამოყენებული. ვიხანგრძლივებთ უბრალოდ ბიოლოგიურ არსებობას. აბა რა გავაკეთო? გამოვიყენოთ ქრისტეს ძიებისათვის. არ დავკარგოთ დრო, ვკარგავ, მე ჩემ თავზე რამდენ დროს ვკარგავ, მე უბედური. როგორ შეიძლება დროის დაკარგვა? თორე მაშინ ჩვენი ცხოვრება კიდევ მეორე, რა არის ჩვენი ცხოვრება? აი ესე ვიხანგრძლივებთ არსებობას და ცხოველივით გავურბივართ განადგურების ინსტინქტს. მეტი არაფერი. ესე ცხოვრობს ჩვეულებრივი ურწმუნო. ესე ცხოვრობს ჩვეულებრივი ათეისტი. აღმოსავლეთში სადაც ცოცხალ ღმერთს არ იცნობენ, მაგრამ ბრძენი ხალხია, ბრძენმა ხალხმა ესეთი დასკვნა გააკეთა, რომ აღმოსავლეთის ადამიანი ამ კითხვას არასწორად თვლის, რისთვის ცხოვრობ? აი მიზანი, ცხოვრების მიზანი რა არის? რისთვის ცხოვრობ? ეს არასწორად დასმული საკითხია. ჩვენ უბრალოდ ცხოვრობთ. ქრისტიანისათვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. უბრალოდ ცხოვრობს კუ და ნელადადისთან. რამე არ მოუვიდეს. ჩვენ არ ცხოვრობთ უბრალოდ, ჩვენ ცხოვრობთ მარადიული სიცოცხლისათვის ღმერთთან, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, უნდა გავხდეთ ღმერთნი. აი ჩვენი მიზანი, სრულყოფილი ზეციური მამის მსგავსი. მე მესმის ეს რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთს არ ვიცნობთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩანასახოვანი რწმენა, რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთი არის. ის ადამიანები, რომლებიც კვდებიან სულიერ ცხოვრებაში და მიდიან და ესე ძლივს დადიან, უფრო უარეს დღეში არიან ვიდრე ათეისტები. იმიტომ რომ იმათ ჩანასახოვანი რწმენა აქვთ, რომელიც სულ ესე უღიტინებს და ეუბნება, რომ არასწორად ცხოვრობ, არასწორად ღმერთი არის და იტანჯება, ღმერთი არის და რას გავს ხო ხედავს თვითონაც. ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გავაცოცხლოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება არის ძალიან ჩვენი ცხოვრება იქნება არა გახანგრძლივება ბიოლოგიური არსებობისა, არამედ იქნება მუდმივი შემოქმედებითი პროცესი, უაღრესად საინტერესო ისეთი, რომელსაც არც ერთი ხელოვანი ცხოვრება არ შეედრება, ყოველდღე იქნება ახალი, ყოველდღე იქნება სხვანაირი და ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება მიმართულება მარადიული ოაზისისკენ, რომ ამ გაუბედურებულ უდაბნოში არ ჩავიკარგო. და ბოლოს სწორესულიერი ცხოვრება, რომელიც შემოქმედებითი პროცესი და ძალიან საინტერესოა, გვაძლევს ჯერ ერთი მარადისობის ხილვის და მარადისობაში გახედვის და მარადისობის ხილვის შესაძლებლობას. ასევე გვაძლევს ამ სოფლიური განსაცდელების ღირსეული დათმენის შესაძლებლობასაც და ზეცის მოქალაქეობას გვანიჭებს, გვაქცევს ზეცის მოქალაქეებად. აი ეს არის, ანუ რეალურად ხდებით ჩვენ ზეცის მოქალაქენი, რეალურად გვეძლევა ნიჭი, რომ დავდგუნოთ ამ ქვეყნიური პრობლემები, ღირსეულად დავდგუნოთ და მარადილს ხედავდეთ. აი ეს ამონარიდი როგორ გვეუბნება ამის შესახებ. რამე თუ საწუთრო ესე, ანუ ამ წუთის სოფლისა. საწუთრო ეს, ანუ ამ წუთის სოფლის ეს მცირე ჭირად მოიაზრებს, იმიტომ რომ ეს ჭირი თუნდაც 100 წელი ცოცხლო მაინც მალე დამთავრდება. ეს ჩვენი ჭირი ამ სოფლიური გარდამეტებულს და გარდარეულს, პავლე მოციქულს ძალიან უყვარს ეს სიტყვები, გარდამატებული, გარდარეული, ვეღარ იტევს. გარდამატებულსა და გარდარეულსა, დიდსა და დიდებასა, ესე საუბრობს. საუკუნესა შეიქმს ჩვენთვის.
საუკუნესა, არსებობას, დიდს, გარდარეულ საოცარს, განსაცვიფრებელს. რატო? რამე თუ არ ვხედავთ, არ ვხედავთ ხილულსა ამას, ჩვენ არ გვაქვს მიპყრობილი მზერა ხილულზე. არამედ უხილავზე გვაქვს, არამედ ვხედავთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ჩვენი მზერა მიპყრობილი არა ხილულზე, არამედ უხილავზე, ჩვენი მზერა. რა თქმა უნდა, სულიერ მზერაზეა საუბარი. რამე თუ რატომ ვაკეთებთ ამას? ეს ვიცით, ჩანასახოვანი რწმენით, რომ ხილული ესე, რასაც ჩვენ ხედავთ, რასაც ჩვენი თვალი ხედავს, რასაც ჩვენი რაც ჩვენ ყურს ესმის, რასაც ჩვენი ხელი შეეხება და ასე შემდეგ, რასაც ჩვენი ინტუიცია კვარნახობს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის საწუთრო. ხოლო რასაც ჩვენ აი ამ ადამიანური შესაძლებლობებით ვერ ვხედავთ, ის არის მარადიული. და იმისათვის, რომ მე გამიჩნდეს მზერა, თვალი, ამეხილოს ის თვალი უпростоრად, რომელიც დაინახავს მარადილს, რომელსაც მე უნდა ვხედავდე, ამისათვის კიდევ ერთხელ ჩემ თავს ვახსენებ. ამის ერთადერთი საშუალება ეს არის სიხასტური მდგომარეობა, გონიერი ლოცვა. სხვა შესაძლებლობა ადამიანს არ აქვს, იმიტომ რომ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობებით ადამიანს აქვს არა შინაგანი, არამედ გარეგანი სულიერი ცხოვრება. გარეგანი სულიერი ცხოვრება ბადებს გარეგან ღვაწლს, საჭიროებს გარეგან ღვაწლს, მხოლოდ გარეგან ღვაწლს, უпростоრად თვითონ შინაგანში საჭიროა გარეგანი ღვაწლი და მხოლოდ გარეგანი ღვაწლი მით უმეტესაც უფრო სასტიკი და გადამეტებულია, ის უფრო მეტად ბადებს თავდაჯერებულობას, ხიბლის მდგომარეობას და ეს მერე საბოლოო ჯამში ბადებს ან გულგრილობას ეკლესიისადმი საერთოდ, ან ფანატიზმს, რომელიც საბოლოო ჯამში გვაცილებს ქრისტეს გზას. ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა სწორად დაგვანახოს ჩვენ სულიერი ცხოვრების ანი და ჰოე, რომ ჩვენი პასუხისგებლობა მისიონერობისა, ჩვენი წილი მისიონერობისა ვიტვირთოთ, რომ უქმად არ გქონდეს დაკავებული ეს ტაძრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და უქმად არ გვერქვას დიდი სახელი ქრისტიანისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.